შემდეგ უკვე რომ მივხვდით, რომ ჩვენ ქონება საფრთხე ემუქრებოდა, დათო გოგოშვილი და კახაც მივიდნენ TBC ბანკში და სთხოვეს, რომ ყადაღა დაედოთ ამ ქონებაზე, რომ სახელმწიფოს არ წაეღო ეს ქონება. ყადაღა დაადო TBC ბანკმა იმ დროს და ეხა ეს ბიჭები უკვე მობილიზებულები არიან, რომ რაღაცა კი ეჭიდავებიან, რომ არ არის ეს გადასახადი ჩვენი თანხა, ანუ არ აბსურდულია ეს ყველაფერი, მაგრამ იმასაც ხვდებიან, რა თქმა უნდა, რომ ეს თანხა უნდა გადაიხადონ, თუ არა ძალიან ცუდად იქნება საქმე. ამ ყველაფრის შემდეგ მოკლედ ცოტა რომ გაუჭინაურდათ, იმიტომ რომ ფიზიკურად არ იყო იმის საშუალება, რომ ბიზნესში მოგეხსენებათ, რომ ეს ფული არის სუტრიალებს და სუბრუნვაშია, ფიზიკურად არ იყო საშუალება ამ თანხის გადახდის და იჭერენ დათო გოგოშვილს, აკავებენ, იჭერენ, მიყავთ გლდანის ციხეში. და ისე რომ ჩვენ არც გაუფრთხილები ვართ არავის, ხვდებით ესეთი ფაქტის წინაშე. TBC ხსნის ყადაღას ჩვენ ქონებას, აძლევს სახელმწიფოს გააქვს ეს ქონება აუქციონზე, ყიდის არარეალურ თანხას, ანუ თვითონ TBC-სგან შეფასებული იყო ეს ორივე ქონება $1,100,000-ად. ერთ მაღაზიას $500,000 რომელშიდაც TBC-მ შეაფასა, იმ მაღაზიას ყიდის სახელმწიფო აუქციონზე $150,000-ად და ყიდულობს თვითონ TBC. მეორე მაღაზიაც აბსურდულ თანხაზე $600,000 ქონება იყიდება $200,000-ად. ეს ჩვენ არაფერი არ ვიცოდით და გვიბარებენ და გვეუბნებიან, რომ ეს $350,000 არის თქვენი ქონებიდან გამოკლებული ამ მაღაზიების თანხით, უკვე ეს მაღაზიები რა თქმა უნდა არ არის თქვენი, გაიყიდა აუქციონზე და დანარჩენი თანხა არის შესავსები. ამ თანხის მოძიება საკმაოდ გაგვიჭირდა ამ თანხის მოძიება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ჩვენი ქონება თუ რამე ქონდა, სახლი, აგარაკი, იგივე დათო გოგოშვილის კახეთში ქონდა სახლი, თბილისში ქონდა სახლი, ეს ყველაფერი მევახშეებთან დავაგირავეთ, ესე ვთქვათ, რომ ეს თანხა შეგვეგროვებინა და როგორმე გადაგვეხადა და ეს დათო გოგოშვილი გამოგვიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ დათო ამბობდა, რომ მე ვიჯდები, ეს ნახევარი თანხა რაც არის, ქონება რაც წაიღეს, წაიღონ, დანარჩენზე ვიჯდები და აღარა გვაქვს, ფიზიკურად აღარ არის იმის თანხა, რომ გადავიხადოთ.